Actually, it feels really good. I know I am protected. I know I can advance through. რეალურად ძალიან კარგი შეგრძნებაა. ვიცი რომ დაცული ვარ. ვიცი რომ მიზნისკენ წინსვლა შემიძლია. ფერი ვერ შემომიწევს, რადგან კარგი საცეცხლე მხარდაჭერა მექნება. უნგრეთის არმიის ოფიცერი გულისხმობს, რომ შეტევაზე გადასვლისას მრავალეროვნული დანაყოფისგან საცეცხლე მხარდაჭერა სასიცოცხლო აუცილებელია. ეს ბარკონის პოლიგონია, რომელიც უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ სასროლეთზე ხორვატიის, უნგრეთისა და იტალიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს. Today we are conducting a battalion. დღეს ჩვენ ვატარებთ ბატალიონის მასშტაბის აღნებას საცეცხლე მომზადებაში. ვმოქმედებთ ხორვატებთან და იტალიელებთან ერთად. ამ წიგნის მთავარი მიზანია ერთმანეთის გაცნობა. იმის ცოდნა თუ როგორ ვიმოქმედოთ ერთად ეფექტიანად, რომ გამოვავლინოთ ერთმანეთის პრობლემური მხარეები და საბოლოოდ წვრთნა უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. მანევრებში ნატოს მრავალეროვნულმა საბრძოლო ჯგუფმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენა. მათ შორის ლეოპარდ 2 ტიპის ტანკები, იტალიური ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და უნგრეთის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები. უნგრელმა ჯარისკაცებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და ნაღმტყორცნელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ტაქტიკური და საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. იტალიურმა დანაყოფმა კი საარტილერიო მხარდაჭერის. მანევრებში ჩართული იყო უნგრეთის თავდაცვის ძალების საბრძოლო ავიაციაც. ასევე მონაწილეობდა საბრძოლო მხარდაჭერის ამერიკული ასეული. წვრთნებში მონაწილე სამხედროებისთვის დავალებები არ იყო წინასწარ ცნობილი. მათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში უწევდათ მოქმედება. მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფების წვრთნები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ემსახურება. The forward land forces in Hungary. უნგრეთში სახმელეთო ძალების მოწინავე ჯგუფი ქვეითთა საბრძოლო ჯგუფია, რომელიც დაახლოებით 800 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება და დაკომპლექტებულია იტალიური, ხორვატიული და უნგრული ძალებით. ასევე გვყავს ამერიკული ასეული, რომელიც ჩვენთან ერთად ემზადება. მათ ორგანულ ნაწილად არ თვლიან, თუმცა წვრთნები ერთად ტარდება. აქ მხოლოდ უნგრელი ჯარისკაცები არ არიან, არამედ ყველა, ვინც კრიზისის შემთხვევაში ქვეყანას დაიცავს. ინტეგრირებული გვყავს ნატოს ძალებიც. ძალების ინტეგრაცია უკვე მაქსიმალურია მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საწყის early stage, but the integration is in the maximum level, I guess. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე წერია, მსგავსი წვრთნები ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს და ზრდის მოკავშირეთა სამხედრო ძალას, რათა ეფექტიანად იმოქმედონ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.